მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის, როგორც ყოველთვის, ყოველ დღეს ამ საათზე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ისტორიაში ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანების ხუთეული. მაირა როსალესი ბავშვის მკვლელი არაა, 1000 ფუნტი ზედმეტად ბევრია საამისოდ. ტეხასის სასამართლომ ჩათვალა, რომ მაირა როსალესი, რომელიც 470 კილოგრამს იწონის, თავის დის შვილს ვერ მოკლავდა. საქმე იმაშია, რომ მაირა თავის დას ჯეიმის იცავდა, რომელმაც 2 წლის შვილს თავსა და სხვა ადგილებში რამდენჯერმე ჩაარტყა ჯაგრისი და ამან შემდგომში მისი სიკვდილი გამოიწვია. მაირამ განაცხადა, რომ უნებლიეთ დის შვილს დაეცა და მისმა წონამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. თუმცა სამედიცინო ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი თავის არეში მიყენებული ზიანი იყო. სასამართლომ კი დაასკვნა, რომ მაირა თავისი წონის გამო ვერ შეძლებდა ხელის ისე აწევას, რომ ბავშვისთვის თავში შემოერტყა. ასე რომ გადაჭარბებული სიმსუქნე ამ შემთხვევაში ალიბი აღმოჩნდა. კენეტ ბრამლი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადამიანი იყო, რომლის წონაც ჩაწერილი და დადასტურებულია. ის გადაიღეს ბრიტანული მეოთხე არხის დოკუმენტური ფილმების სერიაში ბადი შოუ, გადაცემაში, რომელსაც ნახევარტონიანი მამა ერქვა. განიხილეს 4 შვილის მამის ცხოვრება, რომელიც თითქმის 470 კილოგრამს იწონიდა. კენეტის განცხადებების მიხედვით, ის 4 წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. შემდეგ კი ტეხასის შტატ ქალაქ ჰიუსტონში კუჭის შუნტირების ჩატარებაზე თანხმობა მისცეს, მაგრამ იმისთვის, რომ საოპერაციო მაგიდამდე მieყვანათ, სახლის კედელის ჩამონგრევა მოუწიათ. ბრამლის მკურნალობაში პირველი ეტაპი იყო დიეტა, რომელიც დღეში არაუმეტეს 1200 კალორიას მოიცავდა. ამის მეშვეობით მან 40 დღეში 76 კილოგრამი დაიკლო. კეროლ იაგერი ისტორიაში აღრიცხულია როგორც ყველაზე მძიმეწონიანი ქალი. ის ასევე ცნობილია იმით, რომ დროის მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი წონა დაიკლო ბუნებრივი საშუალებებით 227 კილოგრამი 4 თვეში. როცა კეროლი გარდაიცვალა 454 კილოს იწონიდა და სიმაღლეში 170 სანტიმეტრი იყო. როგორც თვითონ ამბობდა, ბავშვობაში ოჯახის ახლობელმა გააუპატიურა და ამის შემდეგ მუდმივი ჭამის მოთხოვნილება ჰქონდა. 1993 წლის იანვარში კეროლი საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროს 529 კილოგრამს იწონიდა, აწუხებდა ცელულიტი და იმუნური სისტემის სისუსტე. 1200 კალორიანი დიეტით საკმაოდ დიდი მასის მოკლება მოახერხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაკარგული წონის ძირითად ნაწილს სითხეები შეადგენდა. კეროლის ბოიფრენდი ირწმუნებოდა, რომ პიკში ყოფნისას ქალის წონა 727 კილოგრამი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია. მექსიკელი მანუელ ურიბე 1965 წლის 11 ივნისს დაიბადა. მანუელს სიმსუქნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა აღენიშნებოდა, რაც კი ისტორიაშია ცნობილი. მას შემდეგ, რაც 600 კილოგრამს მიაღწია და 2001 წლიდან მოყოლებული საწოლიდან ვეღარ დგებოდა, მის საქმეში სამედიცინო სპეციალისტები ჩაერივნენ და სპეციალური დიეტის მეშვეობით 182 კილოგრამი დააკლებინეს. ამის შემდეგ ის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და რამდენჯერმე სხვადასხვა ტელეარხზეც მოხვდა. თუმცა მანუელმა უარი განაცხადა კუჭის შუნტირების ოპერაციის ჩატარებაზე. 2008 წლის 26 ოქტომბერს ურიბეს წონა 360 კილოგრამზე იყო ჩამოსული. 2012 წლის თებერვლის მონაცემებით კი 200 კილოგრამს იწონიდა. ამერიკელი ჯონ ბრაუერ მინოქი იყო ყველაზე მძიმე ადამიანი, რომელიც კი ისტორიაში დაფიქსირებულა. მისი წონა შეადგენდა 630 კილოგრამს, თუმცა ეს მიახლოებითი მაჩვენებელია, რადგან ექსტრემალური ზომის გამო მისი სასწორზე შედგომა ვერ მოხერხდა. 12 წლის ასაკში ის 122 კილოგრამს იწონიდა. 22 წლის ასაკში კი სიმაღლეში 185 სანტიმეტრი და წონით 178 კილოგრამი იყო. 37 წლის ასაკში ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან წონის მუდმივმა მატებამ გულის მუშაობაზე იმოქმედა და პრობლემები შეუქმნა. იმავე წელს ის გინესის წიგნში შევიდა თავის 50 კილოგრამიან ცოლთან ერთად, როგორც ყველაზე განსხვავებული წყვილი ზომის მხრივ. მინოქის გადაყვანა რთული საქმე იყო. ამისთვის სამაშველო ჯგუფი ერთვებოდა საქმეში. მას ორ შეტყუპებულ საწოლზე ეძინა, ხოლო როცა თეთრეულის გამოცვლა იყო საჭირო, 13 კაცი ცდილობდა მის გადაგორებას საწოლიდან.
გამოიწერე ანონიმური ფაქტები და იხილე ვიდეოები ყოველ დღეს 3 საათზე. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ხვალამდე.